Zamanlasaut ეს ყველაზე მაგრამ მომეწონა რა. მაგრამ ეს სამუშაოდ ჩემდანებში და რა საბოლოოდ ეგავირჩიე. ეს რა რუსულია? ხო, ჩებურკოვის. ანუ ეს რა არის სერიული დანა თუ ხელით არის გაკეთებული თუ სემიკა ნახევრად ხელნაკეთი ქვია ეხლა ამ დანას რა არ არის სრულად ხელნაკეთი და არ არის შტამპი არ არის რა თქმა უნდა ხო არის ამათი ანუ ნახევრად ხელნაკეთია რომ დამუშავებას აქვს დიდი მნიშვნელობა ბატონო ზურა რა X12 MF-ია ეხლა ეს ფოლადი, იგივე ფოლადი შეიძლება სხვა ბრენდმა გააკეთოს, მაგრამ არ კონდეს ისეთი ჭრის ხარისხი, სისალე, რასაც ქვია ქართულად და თან პირსაც დიდხანს ვერ შეინარჩუნებს შედარებით. ამათ მაგალითად. აი ეს გამაუცა რა, აი ოდნავ ძალის დატანო ეგრევე ეთქობა რა, რომ ძალიან ადვილად აჭრის. აი საქმეში ისეთია რომ დიდხანს თუ შეინარჩუნებს ისე. კი, ინარჩუნებს. გამოსილი მაქვს ეს და იმედ კონკრეტულად ეს მოდელი სხვებიც აქვს, სხვა ფორმები. მაქვს და ძალიან მაყოფილი ვარ ამ აი, სატარებითაც ადვილია, სუბუქია. კი. კარგად ისეთი პრაქტიკული მყარი არა მყარი საკიდით. არა, ხორცეწყური რაი კარგად მუშაობს რა, მომეწონა. ერთი დანა რო გქონდეს, თავს გაიტან ჩოულობ. აი ეს ხო, მაგრამ საველეზე ესეთი დანა მაინც აჭირდება. ძიმე დატვირთვებზე უფრო ეს კი ბატონო. ამ დანას შემეძებ მინუსი აქვს, რომ ანუ ამას? რო დაგივარდე შეიძლება ვერ იყო კამუფლიაჟი. ფერზე იწახი? სამაგეროდ შეგიძლია გავუკეთო ქარქაში, რომელიც გამოჩნდება ბუნებაში. ანუ სანმე მიდიხართ ეს ტანზე ეს ზურჩანთაში თუ რამეა ამითი პატარა რაღაცასაც მე აი რა ვიცი რა აი როცა ხაფანს აკეთებ ან ეგეთ რაღაცას აი ესეთაც გათრი ყველაფერი ხო არა ესეთი რაღაცის გაკეთება როცა გჭირდება აი წვერითაც კი ნახე რა კარგად მუშაობს ესეთი რაღაცების კეთება მიწევს ხოლმე ხშირად თან აი თითქოს შეგიძლია დაეხმარო და რაღაცა ესეთი ამოთალო რა. ზომა ფორმას პრაქტიკული აქვს ადვილად მიუდგები. ხო არა, არ შეგაწუხებს. ოღონდ სადმე რო რაღაც მიწის ამოთხა